როგორ ხდება ეს ამბავი, რომ ერთ სივრცეში არიან, მაგრამ ეს ომანის წარმომადგენელი დადის აქეთ. ეგრეთ წოდებული ესა ეწოდება shuttle diplomacy, როდესაც სხვადასხვა სივრცეში შედან, სხვადასხვა ოთახებში და ეს ფურცელზე ჩამოწერენ მოთხოვნებს, შეთავაზებებს, ეს ჩადებენ ბარათში. ჩადებენ ბარათში, ეს ბარათს წაუღებს, ის გახსნის და მე იქ მონიშნავს რას ეთანხმება, რას არა. ანუ ომანის წარმომადგენელი ამ ბარათსაც ვერ კითხულობს. იმიტომ არ კითხულობს, რომ მან გზაში არ შეცვალოს რაღაც ესეთი თემაც არის. ჩააწეროს რაღაც საკუთარი მოთხოვნები რომ გააჩენოს. ბატონო. მოგესალმებით, შოთა მოდი ესე ძველებურად დავიწყოთ. ლაპარაკობს და უჩვენებს 52 პარალელი საქართველოს რადიოს ეთერში დღეიდან უკვე, ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ ჩვენს YouTube არხზე, გამოიწერეთ სხვათა შორის ჩვენი YouTube არხი. ასევე შეგიძლიათ მოგვისმინოთ Spotify-ზე, ხმას მოусმინოთ და რა თქმა უნდა პირველი არხის რადიოს, საქართველოს რადიოს აპლიკაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და იქ მოისმინოთ როგორც ჩვენი გადაცემები, ასევე საქართველოს რადიოს სხვა გადაცემები და რა თქმა უნდა Facebook-ი და TikTok-ი გამოიწერეთ, სადაც და ასევე ჩართეთ, ასე ვთქვათ, შეტყობინება, რომ არ გამოგრჩეთ სიახლეები, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ ხოლმე დრო და დრო. ვაგრძელებთ ესე იგი საერთაშორისო მიმოხილვას. მოგეხსენებათ, რომ 24 თებერვალი ეს იყო, ასე ვთქვათ, წლისთავი, უკვე 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და სწორედ ამითი დავიწყებთ, ასე ვთქვათ, ამ ჩვენს მიმოხილვას ეს 4 წლიანი შეიძლება ითქვას გლობალური კრიზისი, იმიტომ რომ პრინციპში მართლაც და იმ გლობალური წესრიგის გამოძახილი იყო ამ კონფლიქტის დაწყება. ამ კონფლიქტის მიმდინარეობაც და მისი დასრულებაც ხშირად, ასე ვთქვათ, უკავშირდება იმას, თუ რამდენად შეძლებენ გლობალური ძალები იმ, ასე ვთქვათ, გამოწვევების დაძლევას, რომელი გამოწვევებიც, ასე ვთქვათ, გააშიშლა ამ კონფლიქტმა. რა ტიპის გამოწვევებიც წარმოაჩინა ეგრეთ წოდებული უნიპოლარული სამყაროს წინაშე და შეძლებს თუ არა, ვთქვათ, ეს უკვე წარმოჩენილი უკვე ახალი ეს ეგრეთ წოდებული მზარდი გლობალური ძალები შეძლებენ თუ არა, ასე ვთქვათ, გარკვეული თვალსაზრისით მართლაც გადაწონონ ეს გლობალური წესრიგი ეგრეთ წოდებული მულტიპოლარიზმისკენ. ჯერ კიდევ არ ვიცით ეს რა იქნება, მაგრამ თავარია, რომ ერთ-ერთი სერიოზული კომპონენტი ამ დაპირისპირებისა ნამდვილად არის უკრაინის ომი. ხო, შოთა რა სიტყვი. ხო, ეს 2022 წლის 24 თებერვალი შეიძლება ისტორიაში ჩაიწეროს იმ თარიღად, როდესაც დაიწყო ეგრეთ წოდებული სისტემური განახლება რა, ტრანზიციული ეპოქის დასაწყისი, როდესაც მოხდა უკვე უშუალო დაჯახება იმ რაღაცა გეოპოლიტიკური ინტერესებისა, პრაქტიკაში გამოიხატა ამ გეოპოლიტიკური ინტერესების დაჯახება, ამ შემთხვევაში ორ ძირითად გეოპოლიტიკურ მოთამაშეს შორის, ავიღოთ ესე ვთქვათ, ამ შემთხვევაში რუსეთი და შეერთებული შტატები მეორე მხრივ, ეხლა რაღაცა ეს ჩვენი მოფიქრე რაღაცა პოზიციაც აღარ არის, თავად სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ეს არის პროქსი ომი, რომ ამ შემთხვევაში უკრაინა არის რაღაცა შუამავალი სივრცე, შუამავალი აქტორი, რითაც ეს ორი აქტორი ერთმანეთთან შედის დაპირისპირებაში, ხო? თვითონ ეს უნიპოლარული სამყარო ეს იყო პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ, რომ უნიკალური მომენტი კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც სამყაროს ყავდა ერთადერთი, ასე ვთქვათ, ჰეგემონი, დომინანტური ძალა, რომელმაც გააჩინა შიდა სისტემური წინააღმდეგობები. ისტორია ყოველთვის არის დიალექტიკური, რაღაც პოზიციას ყოველთვის აქვს ოპოზიცია და ვინც, ასე ვთქვათ, ისტორიის დინებას ადევნებს თვალს, შეიძლება ევარაუდა კიდევაც, რომ ეს ოპოზიცია, გეოპოლიტიკური ოპოზიცია ადრე თუ გვიან გაჩნდებოდა და ესეთი ცალსახოვანი ჰეგემონური სისტემა შეიძლებოდა არ ყოფილიყო რაღაცა გრძელვადიანი სისტემა. ხშირად ამბობენ ესეთ რამეს, რომ პირობითად არის ხოლმე ესეთი მოსაზრება, რომ უბრალოდ ცივ ომში დამარცხებული მხარე, რუსეთი, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთი მოსალოდნელი იყო, რომ გახდებოდა, ასე ვთქვათ, მოძლიერდებოდა რა, გახდებოდა, ასე ვთქვათ, ჩადგებოდა უნიპოლარული სამყაროს ოპოზიციაში. მაგრამ ეს რა თქმა უნდა ასეა, ცხადია რომ ჩვენ ამას ვხედავთ, რომ აი იმის შემდეგ რაც ის მოძლიერდა ჩადგა ოპოზიციაში ამ გლობალური სამყაროს, მაგრამ
თავის მხრივ აი ამ უნიპოლარული სამყაროს გამომწვევი გახდა ასევე ჩინეთი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ცივომში არ დამარცხებულა, ან სხვა სფეროში იყო, მაგრამ ჩინეთი მაინც იყო კი იყო თამაშგარეში გავიდა დაპირისპირებიდან. კი იყო კომუნისტური, ასე ვთქვათ, ბანაკის ნაწილი, მაგრამ მისი გარკვეული კონფლიქტი, მათ შორის საბჭოთა კავშირთან გარკვეულ მომენტში, მისი დაახლოება ამერიკასთან, დასავლურ კაპიტალთან, ჯერ კიდე მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი არსებობდა და ასე შემდეგ, მაინც ალბათ გვიბიძგებს იქითკენ, რომ უწოდოთ ჩინეთს არა რევიზიონისტური ძალა, ანუ არა მარცხზე დაფუძნებული, შემდეგ უკვე რევანშისტული უпростоრეთ ძალა, არამედ დამოუკიდებლად განვითარებული ოპონენტი უნიპოლარული სამყაროსი, ხო? კი, შეიძლება ჩვენ ესე განვიხილოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ დაუბრუნდეთ ამ შემთხვევაში უკრაინის კონფლიქტს, ხო? და ნუ ჩვენ შეეხება ხო 4 წლის თავს და ნუ რაღაცა პატარა რაღაცა შეფასებასაც შეიძლება გავაკეთოთ, ხო? ზოგადად, ნუ ესეც ყადაღებული ფრაზაა, რომ ომი ეს არის პოლიტიკის გაგრძელება და ომი უნდა შეფასდეს პოლიტიკური მიზნების რამდენად მიიღწა ერთი მხრიდან თუ მეორე მხრიდან, ხო? ნუ ის რაღაც ფრონტზე რა ხდება, რაღაც გეოგრაფიული განზომილება ომის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუმცა როგორც ვახსენებ, თავარია პოლიტიკური მიზანი, რა ქონდა გაცხადებული ერთ მხარეს, რა ქონდა მეორე მხარეს, ხო გაცხადებული. ეს ცნობილი იყო ამ შემთხვევაში რუსული პერსპექტივიდან რა იყო მიზნები. ნუ ფართო მიზნები ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება წარმოვადგინოთ ის, რაც მაგალითად 2021 წლის დეკემბერში მოსკოვმა მიწერა წერილობითი ფორმით, როგორც ორგანიზაცია ნატოს, ასევე შეერთებულ შტატებს, რომ უკრაინაში არ უნდა გაფართოებულიყო ნატო უკრაინაზე, რომ მაგალითად 97 წლამდე არსებული სტატუს კო უნდა აღდგენილიყო ნატოს სამხედრო კონტინგენტის განლაგების, ანუ პრაქტიკულად აღმოსავლეთ ევროპიდან უნდა გასული ნატო და ნუ ეს იყო ასე ვთქვათ ფართო მიზნები და ნუ ასე ვთქვათ უფრო ქვედა დონის შედარებით ასე მიკრო მიზნები ეს იყო პრაქტიკულად მინსკი 2-ის ხელშეკრულების პრაქტიკაში აღსრულება, ხო? ეს იყო მიზნები ამ შემთხვევაში, ხოლო ნუ უკრაინის მიზნები ამ შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც მაშინ არ ქონდა, ნუ დონბასის ნაწილი იგულისხმებოდა, ნუ ეს ყირიმი შეიძლება იყო მეორე ხარისხოვანი და რაც თავარია უკრაინის პოლიტიკური მიზნები იყო დასავლურ უსაფრთხოების სისტემაში გაწევრიანება, ხო? ნუ გავიდა 4 წელი და ამ ომის შედეგად ჩვენ ხედავთ იმას, რომ ნუ ეს გეოგრაფიული განზომილება რა თქმა უნდა იცვლება ომიდან გამომდინარე, თუმცა ეს პოლიტიკური მიზნები რეალურად არც ერთ მხარეს არ აქვს მიღწეული, ხო? ნუ ამ შემთხვევაში უკრაინა რჩება ანტირუსულ დასავლეთთან აფილირებულ რაღაც რუსეთთან დაპირისპირებულ ძალად, მას აქვს ეს ასპირაცია ჯერ კიდევ, ნუ მაგალითად ახლა ნატოს საკითხი შეიძლება რაღაც აღარ არის პრიორიტეტული ან მიიჩქმალა გამომდინარე იქიდან, რომ ამ მომენტისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ეს ორგანიზაცია დაპირდეს რაღაც კონკრეტულ თუნდაც თარიღებს უკრაინას. მაგის გარდა არსებობს მოქმედი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ხო, ეს პოზიცია ხშირად იცვლება ხოლმე და მაინდა-მაინც რაღაცა ყარიმად ნუ მივიღებთ ხოლმე არგუმენტად ამ შემთხვევაში და ნუ რაღაცა განიხილება ამ შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. ეს არის მთავარი ასე ვთქვათ პოლიტიკური მიზანი დღევანდელი უკრაინული ხელისუფლების და ჩვენ აი მიუნხენის კონფერენციაზეც ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნა პრაქტიკულად ევროპული მხარისკენ, რომ მან კონკრეტული თარიღი შესთავაზოს უკრაინულ საზოგადოებას თუ როდის გაწევრიანდება ევროკავშირში უკრაინა. ასევე აქ არის ეს ყადაღებული საკითხი, ასევე ეს უსაფრთხოების გარანტიების საკითხიც, რომელიც აი ამ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება. თუ აი ეს პოლიტიკური მიზნები მიიღწა ამ შემთხვევაში დღევანდელი უკრაინის ხელისუფლებისგან, მას ექნება არგუმენტი, რომ მე მაგალითად ეს გეოგრაფიულ განზომილებაში რაღაც ტერიტორიები დავკარგე, რაღაც ეკონომიკური ზიანი მივიღე, მაგრამ პოლიტიკურად არ წამიგია, ხო? ნუ ასე ვთქვათ, რუსული პერსპექტივიდან არის ყველაფერი თავის არიდება აი ამ შედეგისგან, ხო? მაგალითად ის უსაფრთხოების გარანტიები არ მიიღოს უკრაინამ, როგორიც სურს ამ შემთხვევაში უკრაინას, რომ მაგალითად უკრაინის ტერიტორიაზე არ იყოს დასავლური ჯარები. ნუ აი ევროკავშირის საკითხი ხა რაღაცა ბუნდოვანია, რაღაცა კონკრეტული პოზიცია არ ვიცით ამ შემთხვევაში რუსული მხარისგან, ნუ ამბობენ რომ არიან თანახმანი, მე გამოვა რომ ევროკავშირი უკვე უთანაბრდება რაღაც ევროპულ ნატოს და რომ ის რაღაცა მილიტარიზებული ორგანიზაცია ხდება. ნუ ეს ამ საკითხზე რაღაცა
ცალსახა პოზიცია არ არსებობს. ამიტომ რაღაც დონეზე სტატუს-კვო დიდად რაღაცა შეცვლილი 2022 წლის შემდგომ არ არის. აი ეს ხდის აი ამ ომს კიდევ ერთ ტრაგიკულს, რომ აი 4 წელი ორმა მხარემ იომა იმისათვის, რომ სტატუს-კვო რეალურად ყოფილიყო ის, რაც არის. რა თქმა უნდა, ხა პერსპექტივები და ტენდენციები შეიძლება, რა თქმა უნდა, საომავლოდ შეიცვლება ეს სტატუს-კვო, მაგრამ ამ ეტაპზე, ანუ ეს ადამიანური ზარალი, ეკონომიკური ზარალი, რაღაც სხვა დიპლომატიური რაღაც პრესტიჟი, სხვადასხვა მიმართულებებით ეს დარტყმა ორივე ქვეყანამ ამ შემთხვევაში მიიღო. ეს მოლოდინები ყოველთვიური რა, აი რაღაცა მაგალითად ამერიკული წარმომადგენლობა ჩავა და ჩარევა საინტერესოა. აი ამ რაღაცა ესეთი იყო რაღაც 2-3 თვეში ერთხელ გამოვარდება, რომ აი მოლაპარაკებებში შეიძლება მოხდეს გარღვევა და მიიღწეს შეთანხმება, რომ ტრამპს სურს დაასრულოს აქამდე რაღაცა ეს დედლაინები გვესმის, ხო? ეხლა არის ახალი დედლაინი, თუმცა თუ ამ კონფლიქტს ჩავხედავთ სისტემურად ამ კონფლიქტის გადაჭრა ესე მხოლოდ მოლაპარაკებების დონით შეუძლებელია. ეს ვახსენოთ ისიც, რომ რა თქმა უნდა შეერთებულ შტატებს აქვს გავლენის ბერკეტები უკრაინაზე, მაგრამ შეერთებულ შტატების გარეშეც ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლებას ყავს მხარდამჭერი ევროპის სახით, რომელსაც სურს ამ კონფლიქტის გაგრძელება და მთელი ასე აღიაროთ, რომ ამის გარდა მე თავის მხრივ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები ამ წუთის მონაცემებით ის ასე ვთქვათ ის ადმინისტრაცია ცდილობს რომ რაღაც გარკვეული თვალსაზრისით განმუხტოს დაძაბულობა რუსეთთან, მაგრამ თავის მხრივ ცხადი არაფრიდან არ ჩანს რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად იყოს აღიაროს რუსეთის წარმატება ამ კონფლიქტში, ხო? ანუ გამარჯვებათ აღიაროს ის, ანუ ის ცდილობს რომ ისე გამოიყვანოს აქედან ვითარება, რომ თლად ესე ვთქვათ ცალსახად გამარჯვებულად ვერ გამოცხადდეს რუსეთიც, ხო? მე საერთოდ უფრო სკეპტიკურად ვარ ამერიკული პოზიციის მიმართ განწყობილი, იმიტომ რომ აი ეს მაგალითად ეს რაღაც გარკვეული ოპტიმიზმი, რომ აი შეერთებული შტატები არის მოწოდებული ამ კონფლიქტის დასრულებისკენ, რომ ის რაღაცა შუამავლის მოდერატორის როლს თამაშობს, როდესაც ანუ პრაქტიკაში ცალსახად მხარე არის და რომ მაგალითად ევროპულ მხარესთან მას აქვს გარკვეულწილად განხეთქილება, რაღაც პოლიტიკური, დიპლომატიური კონფლიქტი, ეს ჩემთვის არ არის დამაჯერებელი, ხო? ეს 1 წელი უკვე გავიდა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობიდან და რეალურად რაღაც თვისებრივად არაფერი შეცვლილა შეერთებულ შტატების პოზიციებში უკრაინასთან მიმართებაში. ეს არის რა თქმა უნდა ხა ვერბალური განცხადებები, მაგალითად იყო ეს ფინანსური დახმარების შეჩერება, თუმცა ეს ფინანსური ტვირთი ევროკავშირმა თავის თავზე აიღო და ეს შეიარაღებაც ძირითადად არის ამერიკული, ხო? ესეც არის მე წინა გადაცემაშიც ჩვენ ვახსენეთ, რომ ეს გარკვეულწილად პასუხისმგებლობების გადატანა და თავის არიდება იმ ორგანიზაციული პასუხისმგებლობისგან, რასაც აქვს ნატოში შეერთებულ შტატებს. რომ თუ მაგალითად რაღაც მომენტში მოხდა იმ დონის ესკალაცია ამ კონფლიქტში, რომ რუსეთი იძულებული გახდება, რომ რაღაცა სხვადასხვა ტიპის თავდასხმა მიიტანოს ევროპულ რომელიმე ნატოს წევრ ქვეყანაზე, მაშინ აი ეს პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს არ ქონდეს, რომ აი ეს მეუხუთე მუხლის ეს ყბადაღებული თემა, რომ ის ჩაერთოს პირდაპირ კონფლიქტში რუსეთთან. ანუ შენ ამბობ, რომ ამ შემთხვევაში რეალურად ეფექტური შეიძლება საბოლოოდ არ იყოს ამერიკის ჩართულობა ამ ყველაფერში, ანუ თუნდაც ეს შეხვედრები, რომელიც იმართება, ვთქვათ, სტამბოლში, თუ მანკარაში და შემდეგ ასე ვთქვათ, იმაში ჟენევაშიც იყო ბოლოს შეხვედრა სულ რაღაც 1 კვირის წინ, ხო, რუსეთ-უკრაინის და ამერიკელების ჩართულობით, ხო? ვიზიტები ვიტკოფის, კუშნერის ასე შემდეგ. მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ შეერთებული შტატები ამ მოლაპარაკებებს უყურებს, როგორც ანუ გადაყავს ეს უსაფრთხოების საკითხი ფინანსურ რაღაც ეკონომიკურ განზომილებაში, ხო? ანუ ეს კონფლიქტი რა არის? ეს არის უსაფრთხოების საკითხზე დაწყებული კონფლიქტი, ხო? და ცდილობს, რომ ის მისიას ტრანსფორმაცია მოახდინოს აი ამ განზომილებაში. რაც ამ შემთხვევაში კი შეიძლება შეერთებული შტატების ინტერესი იყოს, მაგრამ არ აკმაყოფილებს ამ შემთხვევაში მოსკოვის მხარეს, იმიტომ რომ როგორც ვახსენეთ, მან ეს მსგავსი ესეთი გლობალური კონფლიქტი წამოიწყო იმისთვის, რომ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყო. რა თქმა უნდა,
როგორც ასე ვთქვათ, უყურებთ ტენდენციას, მე ერთ-ერთ რადიოშიც ვახსენე კიდევაც, რომ შთაბეჭდილება იქნება, რომ ეს მოლაპარაკებები ემსახურება არა ამ შემთხვევაში კონფლიქტის დასრულებას, არამედ პოსტკონფლიქტურ ურთიერთობას შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, რომ რა სფეროებში, რა ეკონომიკურ, ფინანსურ სფეროებში ექნებათ თანამშრომლობა, რომ ორივე მხარე მიიღოს ბენეფიტი. და ეს ინფორმაციაც გავრცელდა, რომ რაღაც 12 ტრილიონი ინვესტიცია თუ რა შეიძლება განახორციელოს შეერთებულმა შტატებმა რაღაც არქტიკაში და რაღაც ხო. ესეც შემდეგ ერთ-ერთი მიზეზად იმასაც ასახელებენ ხოლმე, რომ როგორმე მოხდეს ჩინეთისა და რუსეთის ალიანსის რაღაც მორღვევა, ასე ვთქვათ, ხო? ანუ მინიმუმ განეიტრალება იმისა, რომ ორივე გაერთიანებული ძალით არ იმოქმედებს ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ, ხო? ხო, ეს კონფლიქტის დასაწყისიდანვე არსებობდა ეს მოსაზრება, რევერსული კისინჯერიანული მიდგომა, თუმცა დღეს უკვე თუ შევხედავთ სიტუაციას, უკვე რუსეთი რაღაცა ორგანიზაციულ ინსტიტუციურ ფორმებით უკვე არის დაკავშირებული ჩინეთთან, ხო? იქნება ეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, იგივე ეს ბრიქსი, უკვე არის ენერგეტიკული დაკავშირებადობა იმდენად მყარი არის, ხო? მაგალითად ეს Nord Stream-ი იყო, ხო? დამოკიდებულება ეს Nord Stream-ი იყო ეს საკითხი, რომელთაც არა მარტო Nord Stream-ი, ეს მილსადენები რაც გადიოდა ხმელეთით ბელორუსზე თუ უკრაინაზე, გარკვეული დამოკიდებულება ჰქონდა ევროპაზე, მაგრამ ეს მთლიანად ესე ვთქვათ, ჩაიხსნა ეს მიმართულება და მთელი ეს რესურსი, ენერგორესურსი რუსეთმა გადართო ამ ჩინეთზე, ეს ტრანსციმბირული ახალი მაგისტრალი შენდება ამ მიმართულებით და თუ შევხედავთ იმას, რომ ერთ-ერთი წამყვანი სექტორია ენერგოექსპორტი რუსეთის, ამ შემთხვევაში ჩვენ ასე ვთქვათ, მარტივად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს და ურთიერთობა ჩინეთსა და რუსეთს შორის შეუძლებელია, რომ რაღაცა აი მხოლოდ დიპლომატიურმა ან თუნდაც არ ვიცი რა უნდა შესთავაზოს შეერთებულ შტატებმა რუსეთს, რომ ამაზე უარი თქვას. თავი დავანებოთ იმ უსაფრთხოების საკითხს, რაც მაგალითად ორივეს აქვს გამოწვევა აღმოსავლეთის სცენაზე, იქნება ეს იაპონია, კორეის მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკული ადმინისტრაცია არასტაბილურია, ასე ვთქვათ, ხო, მგრძელვადიან პერსპექტივაში, ჯერ კიდევ უცნობია რა იქნება შუალედურ არჩევნებში ამერიკაში და მერე რა იქნება უკვე 3 წლის თავზე საპრეზიდენტო არჩევნებში, ამიტომ მართლაც სრული წარმოსადგენია, რის სანაცვლოდ შეიძლება დათმოს რუსეთმა ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობა, ასე ვთქვათ, ხო? რა შეიძლება შეისთავაზოს კონკრეტულმა ადმინისტრაციამ, ხო? სისტემურად არსებული ადმინისტრაცია სისტემურად გრძელვადიან, თუ არაფერს ვერ შესთავაზებს. არ უნდა დავიწყოთ ისიც რა ხდება ეგრეთ წოდებულ ამ რიმლენდის არტყეში ან სხვა პერიფერიებში, ხო? ეს დაპირისპირება რუსეთ შეერთებულ შტატების იქაც არის გადადინებული, ხო? და ანუ ნახეთ ეს მაგალითები ბოლო წლებში, როდესაც ამ შემთხვევაში რუსების კონცენტრაცია არ იყო აი ამ მიმართულებებზე. აქ შეიძლება ვთქვათ სირიის საკითხი, 1-2 თვის წინ ვენესუელის საკითხი, ჩვენ ნახეთ მაგალითად ირანის საკითხი, იგივე მაგალითად ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის საკითხი, რომელიც გახსოვთ ალბათ, რომ ზუსტად აი ამ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დღეს იყო ჩასული ილჰამ ალიევი და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა და რაღაცა მოლოდინები არსებობდა მოსკოვში, რომ აზერბაიჯანი იქნებოდა სტაბილური პარტნიორი მოსკოვისთვის, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ალიევმა ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი გადაიყვანა, ასე ვთქვათ, თურქულ მიმართულებაზე, რომელიც ემსახურება დასავლურ ინტერესებს, ამ რეგიონში, იქნება ეს კავკასია თუ ახლო აღმოსავლეთი. კი ბატონო, მოდი, ესე იგი ამ თემასთან დაკავშირებით, ესე იგი ბრიტანეთის Chatham House-ში გაიმართა ასეთი, ასე ვთქვათ, შეხვედრა, ყოველ შემთხვევაში მოხსენება გააკეთა ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა ზალუჟნიმ, რომელიც იყო თავდაცვის მინისტრი, ხო, სწორად, არა, მინისტრი, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი იყო, კი ბატონო. და ახლა არის ელჩი ბრიტანეთში, საინტერესო მოხსენება იყო სხვათა შორის და ამიტომ გადავწყვიტე, რომ რაღაცნაირად შევხებოდით ამ მოხსენებას. იქ ისაუბრა რამდენიმე კომპონენტზე, რომელიც არ იქნებოდა ურიგორო, ესე ვთქვათ, გაგვემახვილებინა ყურადღება, ხო? ერთ-ერთი საკითხი იყო ძალიან მნიშვნელოვანი მისი მოხსენების სამხედრო, ასე ვთქვათ, პროცესის წარმოებაში რა შეცვალა ამ კონფლიქტზე. ხე მე და შენ თავი იმის რა ქვია, ასე ვთქვათ, სამხედრო საქმის სპეციალისტები არ ვართ, ამიტომ რაღაც ისეთ ელემენტებზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც შეიძლება პოლიტიკასთან და სოციალურ სფეროსთან იყოს ახლოს. ერთი რაზეც გაამახვილა ყურადღება ის არის, რომ მობილიზაციის საკითხი არის საკმაოდ მტკივნეული თანამედროვე ომის წარმოების პროცესში.
მაგალითად ახსენა, რომ მობილიზაცია იწვევს უკრაინაში საზოგადოების, ასე ვთქვათ, ნეგატიური განწყობების ზრდას. განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც ეს თავადვე ახსენა მათ შორის, რომ განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც არ აცხადებს მობილიზაციას, მისი თქმის სწორედ აი ამ мотивაციით მათ შორის, ხო, რომ აი საზოგადოებრივი წინააღმდეგობები არ გაძლიერდეს, ასე ვთქვათ. მობილიზაციის საკითხის პრობლემა მათ შორის იყო გაამახვილა ყურადღება მან დემოგრაფიულ თემაზე, რაც საინტერესო იყო, აღნიშნა რა ის, რომ ასე ვთქვათ, ცოცხალი ძალის დანაკარგები თანამედროვე სამხედრო, ასე ვთქვათ, საომარი მოქმედებების წარმოების მომენტში მნიშვნელოვნად აისახება აი დემოგრაფიულ თემაზე და მით უმეტეს ამას ამძაფრებს მისი თქმით ის საკითხიც, რომ ევროპაში რთულად მოიძებნება სახელმწიფო, რომელსაც მატება აქვს დემოგრაფიული თვალსაზრისით და არაკლება, რაც ასევე მძიმედ შეიძლება აისახოს, ასე ვთქვათ, სოციოპოლიტიკურ რეალობაზე. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რა თქმა უნდა, იყო ტექნოლოგიების განვითარების საკითხი და დრონების, უპილოტო აპარატებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამხედრო თვალსაზრისით. ეს ესეთი ძალიან კარგი თემაა, იქიდან გამომდინარე, რომ თუ გახსოვს შენ აი ეს წვრთნები, რომელიც ნატომ გამართა სულ ცოტა ხნის წინ 2025 წლის ბოლოს სადღაც ესტონეთში გაიმართა ეს წვრთნები და იქ საკმაოდ საინტერესო შედეგი დაიდო ამასთან დაკავშირებით, ესეთი საინფორმაციებიც გავრცელდა შემდეგ, რომ მაგალითად 10 ესეთ უპილოტო აპარატების 10 ოპერატორმა მოახერხა 2 ბატალიონის განეიტრალება. და აქ საუბრობენ იმაზე, რომ ეს რა ქვია მაგას, აი ეს გამჭვირვალობა, ბრძოლის ველზე, გადაადგილება, ეს თქვათ, სისწრაფე, სიზუსტე და ყველაზე მთავარი რაც არის, ეს არის ხარჯთეფექტურობა ამგვარი ტიპის ომის წარმოების. რაზეც იყო საუბარი, რომ ნატო არ არის მზად ამგვარი ამ წუთას არ არის მზად ამგვარი კამპანიების საწარმოებლად, ამ ტიპის ომისთვის ნატო არ არის მზად, ნატო ასეც აღინიშნა, მათ შორის უკრაინელი სპეციალისტების და ექსპერტების მიერ, რომ ნატო იბრძვის 2006 წლის მოდელებით და ახლა 2026 წელი. ხო, ესეთი ზოგადი შეფასება რო გავაკეთოთ ამ კონფლიქტის სამხედრო განზომილებით, უკრაინის კონფლიქტი სამხედრო საქმეში არის იმ ტიპის რევოლუციური მოვლენა, როგორც მაგალითად იყო პირველი მსოფლიო ომი თავის დროზე, როდესაც აბსოლუტურად ახალი და თანამედროვე შეიარაღება შემოვიდა ამ სამხედრო საქმეში და საერთოდ შეცვალა ამ შეიარაღებამ ბრძოლის მეთოდები, ტაქტიკა და ასე შემდეგ. დაახლოებით იგივე ვხედავთ ჩვენც აი უკრაინის კონფლიქტის სახით, რომელიც აი ამ პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ, რომ აი საუკუნოვან სამხედრო საქმის პარადიგმას ცვლის. ხო, აი ახსენე, რომ რაღაცა აი დრონების თემა პრაქტიკულად აი ეს ტრადიციული ფრონტის მოცემულობა შეცვალა. ანუ მაგალითად არც ერთ მხარეს არ შეუძლია სამხედრო ძალის კონცენტრირება, მობილიზება ერთ ადგილას, რომ მაგალითად ან შეტევა განახორციელოს, ან თავდაცვა მოახდინოს, ასე შემდეგ. ანუ როგორც ინფორმაციები ვრცელდება, ეს ბრძოლა წარმოებს რაღაც 5 კაციანი, მაქსიმუმ 10 კაციანი დაჯგუფებებით, რაღაც გაშლილია ეს ტერიტორია, გაშლილი ტერიტორია და ასე თქვა და კი, და მეორე ესეთი შეფასებითი ნაწილი შეიძლება ვთქვათ ის, რომ აი ამ შეფასებებით თუ კი ორი მხარე არის სისტემურად გამართული, ტექნოლოგიურად გამართული და აქვს, ასე ვთქვათ, რესურსები ამ თვალსაზრისით, პრაქტიკულად ომი ამ მხარეს შორის არის აზრდაკარგული. ანუ თუ შენ იცი, რომ რაღაცა გადამწყვეტ უპირატესობას რაღაცა მიმართულებით ვერ მიაღწევ, მაშინ ომი შედის ჩიხში, ხო? რასაც ჩვენ შეიძლება უყურებდეთ კიდევაც ეხლა, ხო? შეიძლება რაღაც გარკვეული უპირატესობა იყოს ფრონტზე რუსეთის მხარეს, მაგრამ რაღაცა ესეთი გარდამავალი უპირატესობა, რომ რაღაცა გარდატეხა შეიტანოს, რომელიც შემდგომ იმოქმედებს აი ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ამას ჩვენ ვხედავთ 4 წელს. მაგასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო რამე თქვა მათ შორის ამ მოხსენების დროს, ხო? რომ ომი, ესე ვთქვათ, ამ ომის მიმდინარეობის დროს
იმდენად სხვა რამეებს აქვს დიდი მნიშვნელობაო, რომ ესე ვთქვათ, გადამწყვეტი დაპირისპირებები ხმელეთზე არც მიმდინარეობს. ანუ ტერიტორიის დაკავებას აღარ აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. და პირიქით, ახლა ანუ მაგალითად სწორედ აქედან გამომდინარე ახსნა, რატომ მიდის ენერგეტიკაზე თავდასხმები. რომ ენერგეტიკული სისტემის წყობრიდან გამოყვანა გულისხმობს ეკონომიკის მოშლას, თვითკმარობის მოშლას, ეკონომიკური თვითკმარობის მოშლას და საბოლოო ჯამში ეს ურტყავს იმ ტექნოლოგიურ პოტენციალს, რომელიცაც მიმართება ომი. და აი ეს მოცემულობა, ანუ და მეორე ლეველი ამას კიდე, ანუ მეორე განზომილება აქვს, ეს არის გლობალური დაპირისპირება, ხო? ანუ ერთი ეს არის ეკონომიკური დაპირისპირება, ეკონომიკური პოტენციალის მოშლა და მეორე არის ეს გლობალურ ძალთა დაპირისპირება, ხო? და აქ მიდის ძირითადი ბრძოლა. ხო, ანუ თავის დროზე ასე ვთქვათ, უნდა გათვლილიყო ეს სცენარები, რომ რაღაც მხარე შეიძლება ქონოდა უპირატესობა ფრონტზე, ამ ტრადიციულ საბრძოლო სცენაზე, მაგრამ რაღაცა, როდესაც გამოიკვეთებოდა ასე შედარებით სუსტი მხარე ამ კონფლიქტში, ის სუსტი მხარე ადრე თუ გვიან მიმართავდა ასიმეტრიულ საშუალებებს, ინსტრუმენტებს ამ დაპირისპირების და ეს ომი გადაინაცვლებდა არა ამ ტერიტორიულ ფრონტალურ ზონიდან გავიდოდა სხვა სივრცეებში, ხო? აი როგორც ახსენე, ეს იქნება ზღვა, ეს იქნება რაღაცა ეკონომიკური მიმართულება, ეს იქნება ენერგეტიკული მიმართულება და რაც უფრო დრო გავადა ამ შემთხვევაში ერთი მხარე მოიპოვებს უპირატესობას მეორეზე, ეს ასიმეტრიული ინსტრუმენტები უფრო და უფრო ინტენსიური გახდება გამოყენებადი ამ შემთხვევაში უკრაინის მხრიდან და შეიძლება ითქვას, რომ ეს მიმართულება შეიძლება გათვლილიც კი არ ქონდა ამ შემთხვევაში მოსკოვს, რომ აი ეს მიმართულება შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული და ასე ინტენსიურად და რაც თავარი ამაში საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ამ შემთხვევაში დასავლური მხარე და საკმაოდ ესე ვთქვათ, აი ამ ინფორმაციას, აი ამ მსგავსი ტიპის ასე ვთქვათ, ჰიბრიდული ბრძოლისთვის საკმაოდ ამ ინფორმაციული კუთხით ეხმარებიან, ხო? და ჩვენ ასე ვთქვათ, ანუ რო ავიღოთ ამ შემთხვევაში მოსკოვის პერსპექტივა, მან უნდა ასე ვთქვათ, სასწორზე დადეს ორი რაღაცა. ანუ ტერიტორიული განზომილება არის უფრო მისთვის უფრო ღირებული, თუ აი ეს მეორე რაღაცა ეკონომიკური, რაღაც სტრატეგიული განზომილება, ხო? ეს არის საკმაოდ დიდი დილემა ამ შემთხვევაში, რას მიანიჭოს უპირატესობა, ხო? იმიტომ რომ როგორც ვახსენე, ნებისმიერი ტერიტორიული მოცემულობით უკრაინის სახელმწიფოს არსებობა აი ამ ჰიბრიდულ დაპირისპირების გაგრძელებას უზრუნველყოფს. იმიტომ რომ არ ამგონია რაღაცა რომელიმე ხელისუფლება უკრაინაში დათანხმდეს იმ ტერიტორიულ დანაკარგებს, რაც ამ შემთხვევაში რაზეც რუსებს აქვთ პრეტენზია. ამიტომ ის გააგრძელებს მსგავსი ქმედებებით მოქმედებას და ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც თავიდან თქვით, უკრაინა არის პროქსი ძალა. ამიტომ ის სანამ რაიმე სახით იარსებებს, ის ყოველთვის იქნება აი ამ კონფლიქტის გაგრძელების სუბიექტი. ორი საკითხი, იქიდან გამომდინარე, რაც თქვი, ისე ზალუჟნის მოხსენებიდან, ესე იგი ერთი, ანუ პროქსი ძალასთან დაკავშირებით, საინტერესო ანალოგია მოიყვანა, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლურ სივრცეში ეს მაგალითი გაჩნდა, ასე ვთქვათ, ხო? მიუხედავად იმისა, ვინ გააჩინა არა დასავლურმა აქტორმა, არამედ უკრაინელმა, ხო? რომ მიუნხენი 1938 გაიხსენა. ანუ ამ შემთხვევაში ხაზი გაუსვა იმას, რომ დათანხმდება, გაყიდის, დაახლოებით ესეთი ფორმულირებაც იყო, როგორც მახსოვს, ამ გამოსვლაში, რომ გაცვლის თუ არა დასავლეთი უკრაინას რუსეთთან ურთიერთობაში რამე სარგებელზე, ასე ვთქვათ, როგორც 1938 წელი, ანუ 38 წელი ეს იყო ამის ანალოგიად მოყვანილი. და მეორე, საკმაოდ საინტერესო იყო ის გარკვეული რაციონალიზმი და პრაგმატიზმი, რეალიზმი, ესე ვთქვათ, მის გამოსვლაში, როდესაც ის ამბობდა, რომ ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტა, გლობალური ტიპის გადაწყვეტა ამ კონფლიქტისა, რომელიც დაახლოებით 100 წლის მინიმუმ 100 წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ, აღარ დაუშვებს, ვეღარ შეძლებს რუსეთი მაგალითად იგივე კონფლიქტის გაგრძელებას, ოღონდ ეს არ უნდა იყოს, ანუ ეს ომი არ უნდა დასრულდეს უკრაინის კოლაფსის, რუსეთის კოლაფსით, ან რომელიმე ჩვენი მეზობელი ქვეყნის კოლაფსითო, ესეთი განცხადება გააკეთა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ დღევანდელი გლობალური წესრიგი პრობლემის წინაშეა, მას არ შეუძლია მის გადაწყვეტა და გლობალური აქტორები ვერ ახერხებენ ამ გადაწყვეტის მოძიებას ამ მოცემულობით. ანუ აი ეს რაღაც
დაახლოებით ესეთი მეტწილად შეიძლება ვინმეს პესიმიზმიც მოეჩვენოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბევრად უფრო ახლოს რეალიზმთან, ვიდრე ვთქვათ გვახსოვს პირველი წლები, ასე ვთქვათ, პირველი ეტაპი ამ კონფლიქტის დაწყებისა, როდესაც ძალიან ისეთი იყო, რა ქვია მაგას, შემართებითი ყველა უკრაინელის განცხადება და დასავლური განცხადებები ამ კონფლიქტთან დაკავშირებით. კი, რა თქმა უნდა, ხა ეს განცხადება, რომ ეს კონფლიქტი უნდა გადაიჭრას სისტემურად, რა თქმა უნდა, ეს ამას იგივეს ამობენ ამ შემთხვევაში მეორე მხარეს. იყო ის, რომ რუსეთის კოლაფსიც არ უნდა დაუშვათ, ანუ რევანშიზმის სივრცე არ უნდა დაუტოვოთ. მაშინ რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს მსგავსი ტიპის ამ ფორმატით გადაჭრა ამ კონფლიქტის იყო სტამბოლის მოლაპარაკებები, ხო, სადაც ორივე მხარე მეტნაკლებად თანახმა იყო ამის, ხო, მაგრამ მაშინ არ მოხდა ამ კონფლიქტის შეჩერება, იმიტომ რომ ყოველას ორივე მხარე სხვადასხვა მოლოდინები გააჩნდა. შეიძლება და როგორც გაგრძელდა, ხო, გაგრძელდა. ამ შემთხვევაში ხა ამ სისტემური გადაწყვეტისთვის შეიძლება ითქვას, რომ მზად არ არიან მხარეები. ხო, არც ამ შემთხვევაში, შეერთებულ შტატებს თუ არ ავიღეთ, ამ შემთხვევაში ევროპული მხარე, ან თუნდაც რუსეთის მხარე, ხო? ევროპა დღეს წინა, ასე ვთქვათ, პოდკასტშიც ვახსენეთ, რომ საკუთარ ევროპული ელიტები საკუთარ თავს ინარჩუნებენ აი ამ მილიტარიზაციის, ომის შიშის და აი ამ საომავლო დაპირისპირების ინსტრუმენტებით ამ შემთხვევაში რუსეთთან, ხო? ამიტომ რთულად წარმოსადგენია, რომ ეს რაღაც უკრაინა როგორც შენ ახსენე ხარ, რაღაცაში რუსებთან გაცვალონ ან რაღაცა ეს იმიტომ რომ მათ უკვე როგორ არის ხო ზალუჟნი ახსენა როგორც ანუ უკვე რო შევხედოთ ახლა ევროპის მდგომარეობას მან დაკარგა ეს ენერგორესურსები რაც ჰქონდა რაღაცა შევიდა დაპირისპირებაში ჩინეთთან შეიძლება რაღაცა სხვა სივრცეებთან ან დაკარგა ასე ვთქვათ აფრიკული რესურსები ამიტომ დღეს ახლა აი ამ იმ სტატუს კოს დაბრუნებაზე რაც იყო ომამდელს როდესაც ეს ამდენი სტრატეგიული ინსტრუმენტები დაკარგა მან საკმაოდ რთულია იმიტომ რომ შემდგომ უკვე გეგმა არ არსებობს რომ აღდგეს ის მაგალითად ის ეკონომიკური განვითარება კეთილდღეობის ინსტიტუტები და კეთილდღეობის დონე რაც არსებობდა მანამდე ევროპაში ამიტომ ეს ყველაფერი საკმაოდ რაღაც პესიმისტურ სურათს ხატავს იმ თვალსაზრისით რომ არ უნდა ველოდოთ რაღაცა აი როგორც შეერთებული შტატების მედიიდან გაჟღერდება ხოლმე რომ აი ერთ თვეში ან რაღაცა ან 4 ივლისამდე უნდა რომ ტრამპმა დაასრულოს ეს კონფლიქტი ეს რაღაცა უფრო შიდა მოხმარების ნიუსებია თვითონ ამერიკულ საზოგადოებაში რომ რაღაცა ტრამპი წარმოჩნდეს როგორც სამშვიდობო ასე ვთქვათ ძალა საერთაშორისო ასპარეზი რამდენიმე სხვა საკითხსაც შევეხოთ რა თქმა უნდა ხა იქიდან გამომდინარე რომ რაღაცა თარიღიც იყო საინტერესო ინფორმაცია იყო ამ თემასთან დაკავშირებით ასე ვთქვათ, აი ეს თავად სალუჟნის გამოსვლა და ეს ასპექტი ძალიან ბევრი საინტერესო რამე სხვა კიდე ილაპარაკა, რასაც ახლა ვერ შევეხებით უბრალოდ ან ამონარიდების სახით, მე ურჩევ ვისაც აინტერესებს შეუძლიათ ეს YouTube-ზე იძებნება ეს გამოსვლა და შესაძლებელია მის მოსმენა. გადავიდეთ ეს თემაზე, ესეთი ახალი ამბავი გაჩნდა, რომ რაღაცა ვთქვათ, კარიბის ზღვაში კუბის სანაპიროსთან მოხდა პირისპირება კუბის მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუცხრეს კატერს, რომელზეც იმყოფებოდა ამდენიმე ადამიანი, 4 ადამიანი დაიღუპა, 6 ადამიანი დაჭრილია და პრინციპში შეიძლება ითქვას დაკავებულები არიან, თუმცა სამედიცინო ასე ვთქვათ დახმარება უტარდება თუ ესეთი ინფორმაცია იყო ყოველ შემთხვევაში. და იყვნენ ესე ვთქვათ ფლორიდიდან წამოსული ამერიკის მოქალაქე კუბელები. შეიარაღებულები. ესეც არის ამ ინფორმაციის ნაწილი. მოკლედ რა ხდება? შეგიძლია რაღაცნაირად მოკლედ ამას შევხვდეთ, იმიტომ რომ კიდე ირანის თემასაც უნდა დავუბრუნდეთ. ეს გეგმა უკვე არსებობს ერთი წელიწადია, როგორც კი მარკო რუბიო გახდა სახელმწიფო მდივანი შეერთებული შტატების, მან განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი მისი იქნებოდა აი ეს ურჩი სახელმწიფოების მოთვინიერება დასავლეთ ნახევარსფეროში და მთავარი ამ შემთხვევაში იყო კარიბის ზღვის აუზში, მთავარი აქ იყო ვენესუელა, კუბა, ნიკარაგუა და ამ შემდეგ. ბევრი ასე ვთქვათ, ღრმა ანალიზიც არ იყო იმისთვის, რომ აი ვენესუელაში თუ მოხდებოდა ის, რაც შეერთებულ შტატებს სურდა, შემდგომ ვთქვათ, საკმაოდ დიდი როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური წნეხი იქნებოდა კუბაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ასე ვთქვათ, ვენესუელა იყო მთავარი ენერგომიმწოდებელი კუბისთვის, მოგეხსენებათ ახლა კუბა არის კუნძული, ზედ არ არის არანაირი ენერგორესურსი, ის დამოკიდებულია ენერგოიმპორტზე და დღეს რეალურად ჩვენ ვხედავთ პრაქტიკულად, ანუ არა თუ ემბარგოს, ეკონომიკურ ემბარგოს, რაც საერთაშორისო ასე ვთქვათ, ნორმებით არის დაწესებული, ნორმებით არა, ამერიკული ძალისხმევით
კუბაზე, არამედ მან ის პრაქტიკულად აქცევს ბლოკადაში, ენერგობლოკადაში. კუბაში პრაქტიკულად არც ერთ ტანკერს არ შეუძლია ჩასვლა ეხლა როგორც ნავთობ ტანკერს არც თხევადი გაზის მიწოდება და საკმაოდ სერიოზული ენერგოკრიზისია კუნძულზე. ვრცელდება მაგალითად ინფორმაციები, რომ რაღაცა უკვე ხალხმა დაიწყო ქვანახშირით და შეშით გათბობა, ხო? გამოყენება ამ რესურსის, ხო? საკმაოდ რთულია, ასე ვთქვათ, აქ კუბისთვის დავხატოთ ოპტიმისტური სცენარი, იმიტომ რომ არსებობს ნებელობა, არსებობს ასე ვთქვათ ძალისხმევის გაწევის სურვილი შეერთებულ შტატებისგან, რომ აი ვენესუელის შემდგომაც კუბის ეგრეთ წოდებული რეჟიმის ქცევა შეცვალოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ნახეთ განცხადებები როგორც რუსეთისგან, ასევე ჩინეთისგან, რომ ისინი დაეხმარებიან კუბას და არ დაუშვებენ მაგალითად იმავე სცენარის განვითარებას, როგორც მოხდა ვენესუელაში. მაგალითად რუსულმა მხარემ გააგზავნა კიდევაც რაღაც ჰუმანიტარული ეგიდით ეს ერთ-ერთი ტანკერი, მაგრამ ჯერ მე მგონი არც ჩასულა და აი ხალხი ელოდება საზოგადოება თუ შეერთებული შტატები დაუშვებს ამის ჩასვლას თუ არ დაუშვებს, ხო? ანუ თუ ეს ბლოკადა გაგრძელდა, გარდაუვალი იქნება რაღაც ტიპის თუთ კომუნიკაცია შედგეს კუბელებსა და შეერთებულ შტატებს შორის. თვითონ ეხა კუბაც რო ვახსენოთ, ხო? კუბა როგორც ესეთი აღებული რაღაცა პოლიტეკონომიურ ღირებულებას, რაღაცა ეკონომიკურ ღირებულებას შეერთებულ შტატებისთვის არ წარმოადგენს, იმიტომ რომ კუნძულზე რაღაც რეალურად არაფერი ისეთი არ იწარმოება, რომელიც მას ხო ქვანახშირს წავენოთ ხო ეხა ეს არა ქვანახშირი ეხა შეერთებულ შტატებს რამდენად ჭირდება ესეც საკითხავია. რეალურად არ ჭირდება. საიდან მოაქვთ თქო შეიძლება მოიპოვება რაღაცოდენობით კი. ხო, ან თვითონ კუბა არის შაქრის ლერწმის მწარმოებელი, ახლა სიგარების მწარმოებელი, ეს რამდენად რაღაცა ეს გეოსტრატეგიული რესურსია, თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, ხო? ამიტომ ეს უფრო არის ამერიკის რაღაც გლობალური პრესტიჟისთვის წამოწყებული რაღაცა რეგიონული პოლიტიკა, რომ რაღაცა უკვე 65 წელი გავიდა, რაც კუბა არის ეგრეთ წოდებული რაღაცა შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებული ქვეყანა. აი ეს რაღაცა ეპიზოდი დონალდ ტრამპმა დაასრულოს, რომ ისიც ახლა ისტორიაში ჩაეწეროს, რომ რაღაცა ეს კომუნისტური რეჟიმი დაამხო. შეიძლება მარკო რუბიო ახსენეს შენ და რუბიოსთვის ეს იყოს რაღაცა ისე ვთქვათ საარჩევნო კამპანიის ნაწილი, იმიტომ რომ მას აქვს ეს ისე ვთქვათ პრეზიდენტობის ამბიცია, ესე ვთქვათ შემდგომი პრეზიდენტობის ამბიცია და გაჩვენა როგორ დასრულდება ესე ვთქვათ კარიბის ზღვაში ამერიკის ადმინისტრაციის მცდელობები, მან შეიძლება დიდი პლუსი ჩაიწეროს, ან პირიქით შეიძლება ძალიან შეუწყოს ხელი ჯეი-დი ვენსის ერთპიროვნულ ესე ვთქვათ წარმატებას ამ ყოველ შემთხვევაში შიდა პრაიმერიში არ ვიცით შემდეგ ახლა რა იქნება. ხო, რა თქმა უნდა, ეს შიდა ძალაუფლებრივი დაპირისპირებები ყოველთვის არსებობს სამთავრობო კაბინეტებში, ეს გამოკვეთილი ორი ლიდერი არის ტრამპის მემკვიდრის და ეს ვენესუელაც იყო იმის მარკო რუბიოს ერთ-ერთი დიდი, კარგი არგუმენტი იმისა, რომ შეიძლება იყოს ის კარგი სამართალ მემკვიდრე დონალდ ტრამპის მემკვიდრეობის, ხო? ჯეი-დი ვენს ამ შემთხვევაში ინსტრუმენტები მაინც არ გააჩნია, რომ კონკრეტული პოლიტიკები განახორციელოს. ახლა ვიცე-პრეზიდენტი მაინც ნახევრად სიმბოლური პოზიციაა შეერთებულ შტატებში. ან კარგად იხომრა ამას წინათ ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომ კონგრესს პასუხისგებლობა აქვს, პრეზიდენტს პასუხისგებლობა აქვს და მე არაფერს არ მომთხოვს არანაირ შეცდომასთან დაკავშირებით. სენატის სპიკერია და რომელიც რაღაცა ჩაქუცურყავს. ეხლა ეს ძალაც არის, მაგრამ სახელმწიფო მდივანთან და უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთან შედარებით ვიცე-პრეზიდენტს არ აქვს ის წონა ამერიკულ პოლიტიკაში. ხო, ანუ აქაც აი ეს ჩვენ რასაც უყურებდით ვენესუელის შემთხვევაში, აი აგვისტოდან მოყოლებული რომ იწყებოდა თანათანობით წნეხი, იქ რაღაცა ნავების თავდასხმა, იქ რაღაცა მუქარები და ახლობით ის პროცესი შეიძლება დაიწყოს, ხო? ესეც იყო ერთ-ერთი პირველი მერცხალი ეს ფაქტი და შეიძლება მომავალში არ გამოურიცხოთ, რომ მსგავსი ფაქტები გახშირდეს და ის ბლოკადა რაც არსებობს უფრო და უფრო ასე ვთქვათ ეფექტური გახდეს. აი ეს თავარი კითხვა აქ არის რას მოქმედებს ამ შემთხვევაში ჩინეთი და რუსეთი. ანუ შეძლებენ თუ არა აი ენერგო მომარაგებას კუბისას. კი ბატონო. ეგრეთ წოდებული აპდეიტი ირანთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ჟენევაში გაიმართა კიდე ერთი შეხვედრა
ამჯერად შეხვდნენ პირისპირ ამერიკელები. ეს არის შუამავლით ომანის მეშვეობით. ისე ომანის მეშვეობით საუბრობ. ეს როგორ ხდება ეს ამბავი, რომ ერთ სივრცეში არიან, მაგრამ ეს ომანის წარმომადგენელი დადის აქეთ. ეგრეთ წოდებული ეს ეწოდება შატლ დიპლომასი, როდესაც სხვადასხვა სივრცეში შედან, სხვადასხვა ოთახებში და ეს ფურცელზე ჩამოწერენ მოთხოვნებს, შეთავაზებებს, ეს ჩადებენ ბარათში. ჩადებენ ბარათში, ეს ბარათს წაუღებს, ის გახსნის, რა მეიქ მონიშნავს, რას ეთანხმება, რას არა. ანუ ომანის წარმომადგენელი ამ ბარათსაც ვერ კითხულობს. იმიტომ არ კითხულობს, რომ მან გზაში არ შეცვალოს რაღაც ესეთი თემაც არის. ჩააწეროს რაღაც საკუთარი მოთხოვნები რო გააჩენოს. ბატონო, მაგალითად ესეთი ინფორმაციაც გავრცელდა, რომ შეერთებული შტატებმა რაღაც აი ბალისტიკურ რაკეტების შესახებ გააკეთა შეთავაზებები, ჩადეს კონგრესში მისცეს, მაგრამ აბას არახში მარც გახსნა ეს ბარათი უკან. არ გაიხსნა. ისე დააწების რომ ვეღარ გახსნა. არ გახსნა, იმიტომ რომ ამ საკითხს ჩვენ არ განვიხილავთო და ეს დახურული ბარათი უკან გაატანა ამ ომანის წარმომადგენელს შეერთებული შტატების დიპლომატიურ კორპუსთან. მე იმათმა გახსნეს, რომ იქნება ომანის იმენ შეცვალა გზაში. ხო, ეგეც არის. კარგი, მოკლედ ხუმრობა იქით იყოს და ძალიან ძიმე თემა, ესე რომ ვთქვათ, რეალურად რო შევხედოთ და რა ხდება ახლა, არაფერი ჯერჯერობით არაფერი ისეთი გარღვევა რო არ აქვს, ეგ ვიცით, მაგრამ აქაც ისეთივე ესე ვთქვათ, განცხადებები ჟღერდება ხოლმე, როგორც უკრაინის შემთხვევაში, რომ აი რაღაც დაუახლოვდით. აი თითქოს მივედით იქამდე, რომ რაღაცა ბირთვულ თემაზე შეიძლება შევთანხმდეთ და ასე შემდეგ. გარკვეული მოლოდინების გაჩენა მიმდინარეობს, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა ესე ვთქვათ, საკმაოდ დიდი სამხედრო ძალა არის მობილიზებული ირანის საზღვართან, ხო? მოდი ხაი განვიხილოთ სცენარები, ხო? ერთი კვირის თავზე რა შეიძლება. ირანმა განაცხადა, რომ ნულოვანი ურანის გამდიდრება მისთვის არის წითელი ხაზი და ამას არ დათანხმდება. გაუმდიდრებლობა. ურანის გაუმდიდრებლობა არის მისთვის მიუღებელი, ხო? ეს არის წითელი ხაზი. შეერთებული შტატებისთვის ეხლა რომ დათანხმდეს რაღაც პროცენტულობით გამდიდრების დაშვებას, ესეც რეალურად ნიშნავს ბირთვულ შეთანხმებასთან დაბრუნებას, რომელიც დაიდო 2015 წელს, ხო? რაც ნიშნავს, რომ აი ეს 10 წელი არაფრისთვის დაკარგეს, ხო? და ასევე ეს ნიშნავს იმას, რომ შეერთებული შტატები აღიარებს ირანს როგორც ნახევრად ბირთვულ ქვეყანას, რომელსაც აქვს ურანის გამდიდრების შესაძლებლობა, ხო? უფლება, ხო? მაგრამ როდესაც ამ კონფლიქტს განვიხილავთ, ყოველთვის ჩვენ უნდა გვქონდეს მთავარ აქტორად ისრაელი და არა შეერთებული შტატები, ხო? მე ვახსენე კიდევაც, რომ შეერთებული შტატებს რომ ქონოდა სურვილი დამოუკიდებლად ეწარმოებინა ომი ირანთან, ის ამას გააკეთებდა 2004-5 წლებში ერაყის კონფლიქტის შემდგომ, გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ შეერთებული შტატები საკუთარ სამხედრო პიკზე იმყოფებოდა, ხოლო ირანი არ იყო იმ ძალის სახელმწიფო, რომელიც დღეს არის. თუმცა თავის მხრივ იმ მომენტში 2004-5 წლებში ირანი არ წარმოადგენდა სტრატეგიულ ასე ვთქვათ, მიმართულებას ჩინეთისთვის, რომელსაც დღეს წარმოადგენს. არა, მაგრამ ისრაელის რეგიონულ პოლიტიკაში მაშინაც იყო ირანის განეიტრალების სურვილი. ისრაელის კი მეგულისხმობ იმას, რომ ამერიკის мотиваცია ირანის ასე ვთქვათ პოტენციალის განეიტრალებისა, მაშინ ასეთი უბრალოდ შეიძლება ითქვას, რომ მაშინ ისრაელს არ ქონდა იმდენი წნეხის ინსტრუმენტები შეერთებული შტატების პოლიტიკურ ელიტაზე, რომელიც დღეს აქვს. ხო, ამიტომ დღევანდელობა შეიძლება ჩვენ განვიხილოთ ის, რომ ის სამხედრო მობილიზება, ეს ასეთი შემაინც ამბობ, რომ ისრაელის ფაქტორია გადამწყვეტი და არა ვთქვათ ჩინეთის ტრანზიტები, რომელიც ირანზე გადადის. არა, რა თქმა უნდა, ესეც ფაქტორია, უკვე ეს კომპლექსური ფაქტორთა კომპლექსურობა ამ შემთხვევაში, მაგრამ თავარი დრაივერი აქ შეიძლება იყოს ისრაელი. ხო, თქვენ ახლა წარმოიდგინეთ, ხო, ამ ხელა, რაღაცა n რაოდენობის შეერაღება არის მობილიზებული, არის გამზადებული საბრძოლო სცენა, ხო, მოხდა ევაკუაცია ბაზების, მოხდა რაღაცა დიპლომატიური კორპუსების ევაკუაცია და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ახლა ბენიამინ ნეთანიაჰუს რაღაცა ეს საბოლოო მიზანი არის ირანის განეიტრალება და უცებ რაღაცაზე შეთანხმდა ირანი და ისრაელი, შეერთებული შტატები და ეს ამდენი სამხედრო შეერაღების დემობილიზება მოხდეს. ეს არის რაღაცა კოშმარი, შეიძლება ითქვას ისრაელის დღევანდელი ხელისუფლებისთვის და ის ამას არ დაუშვებს. ყველაზე დიდი რისკი ეხლა არის ის, რომ
თუ რომც შეთანხმდეს შეერთებული შტატები და ირანი, ისრაელი დამოუკიდებლად გადაწყვეტს ამ საკითხს, რომ მან შეიძლება დამოუკიდებლად მიიტანოს იერიში ირანზე, როგორც გასული წლის ივნისზე და შემდგომ უკვე როდესაც როდესაც უკვე ფაქტი დამდგარია, შეერთებული შტატები იძულებული იქნება ამ კონფლიქტში, ეს არათუ დემობილიზაცია, არამედ პირიქით ეს მობილიზაციის ხარისხი გაზარდოს. ეს კრიტიკული მომენტია. ამ მოცემულობაში, რამდენიმე ხნის წინ, მათ შორის ეს იყო დაახლოებით დასაწყისი ამ წლის, როდესაც ესეთი ინფორმაციაც გაჩნდა, რომ თითქოს, არ მახსოვს, აქსიოსი ამბობდა ამას თუ ვინ ამბობდა, რომ ისრაელმა სთხოვა ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერჯერობით არ მიეტანა შეტევა იერიში, იქიდან გამომდინარე, რომ მათი თავდაცვითი სისტემა ჯერ არ არის მზად მოიგერიოს ირანის პასუხი. როგორ ფიქრობ, ახლა რა მდგომარეობა აქვს ისრაელს ამ თვალსაზრისით და არის თუ არა ეს ფაქტორი, საერთოდ რაც ახლა მე ვახსენე? რა თქმა უნდა, ფაქტორი არის, ხო, მაგრამ არც ერთი თავდაცვითი სისტემა არ არის უნივერსალური, რაღაცა 100%-იანი შედეგის დამდები და ის ბალისტიკური რაკეტები, რაც თანამედროვე, რაც აქვს ირანს, პრაქტიკულად შეუძლებელია მისი თავდაცვითი სისტემებით ჩამოგდება. უბრალოდ ისრაელს შეიძლება უღირს ეს რისკი, არ ვიცი, ხო? მან ნახა 12-დღიან ომში რა ზარალი მიიღო, შეიძლება დათვალეს რაღაცა. მათ შორის იქიდან გამომდინარე თუ რა ხდება ახლა ღაზას სექტორში, ხო? ხო, შეიძლება, კი. მილევადი კონფლიქტისგან გამომდინარე. აქ კიდევ რაღაცა აი სურათიდან ხანდახან გვრჩება ხოლმე ის მეორადი აქტორები, რომლებიც არიან რეგიონში, იქნება ეს ჰეზბოლა, ის ჰუსიტები, რაღაცა ერაყის სამობილიზაციო ძალები, რომლებიც გარდაულად ჩაერთვებიან ამ კონფლიქტში. შეიძლება მათი რესურსი წინააღმდეგობის არ არის იმხელა, რაც მაგალითად აქვს ირანს, თუმცა მათი ისინიც გარკვეულწილად ისრაელისთვის ფაქტორები არიან. კონკრეტულად ამ შემთხვევაში შეიძლება ჰეზბოლა მივიჩნიოთ ასეთად, ხო? ჰუსიტებსაც მაინც ჰამასზე მეტი რესურსი აქვთ. კი, არა, რა თქმა უნდა, ჰამასთან შედარება არ არის ჰეზბოლას. ჰუსიტებსაც გარკვეულწილად აქვს. ხო, ძალიან ესეთი მე ვახსენე გუშინაც, რომ ლოგიკა გვაჩვენებს იმას, რომ ეს კონფლიქტი გარდაუვალია. ის პროცესები, რაც ვითარდება ბოლო კვირების განმავლობაში, ეს ლოგიკა გვანახობს, რომ ეს პროცესი ომი გარდაუვალია, თუმცა ნებისმიერ რაღაცა რაციონალური ანალიზი ამ ომისა გვეუბნება იმას, რომ ეს არ უნდა მოხდეს. ხო, ესეთ რაღაცა პარადოქსთან გვაქვს საქმე, ხო? სხვათა შორის მერშაიმერს მთელი წიგნი აქვს მაგაზე, როგორ რამდენად ირაციონალური იყო ბოლო წლების ამერიკული კამპანიები. ხო, ეს რაღაცა აი ირაციონალობის ფაქტორს ხანდახან ვერ ვთვლით ხოლმე, ხო? აქ კიდე უნდა ვახსენოთ, დღესაც ვფიქრობდი, რომ არანაირი სამართლებრივი მიზეზი არ არსებობს ამ კონფლიქტის დაწყებისა, ხო? უბრალოდ რაღაცა შეერთებულ შტატებს რაღაც არ მოწონს და უნდა რომ ეს კონფლიქტი დაიწყოს, ხო? ირანი არ არგობს არანაირ სამართლებრივ ნორმას ან რაღაც მსგავსი ტიპის რაღაცა წესებს, ხო? უბრალოდ რაღაცა მოიგონეს ის, რომ მას უნდა ბირთვული იარაღის შექმნა, რომელსაც ქმნის 48 წელიწადია და ვერ შექმნა, ხო? ხო და რაღაცა ეძებს რაღაც თითიდან გამოწვეულ მიზეზებს, ხო? ესეთი მოცემულობა არ ქონია აქამდე, ხო? იგივე ხა ერაყის ომის დაწყებისას რაღაცა ეს მოიტანეს ეს სინჯარა და თქვენს რომ რაღაც ქიმიურ იარაღს აკეთებსო და ერაყი არღვევს აი ამ საქმეში, მაგრამ ერთი რამე დავუმატოთ კიდე, რომ აი გასული წლის 12-დღიანი ომის განმავლობაში ამერიკამ განაცხადა, რომ გაუნადგურა ყველაფერი და ვერაფერს ვეღარ გააკეთებდა. ესეც კიდევ იმას მიანიშნებს, რაც ეხლა ვთქვი, რომ ეს კონფლიქტი არის არა შეერთებული შტატების ინიციატივა. რა თქმა უნდა, შეიძლება მასაც სურდეს, რომ ქონდეს გარანტიები, რომ წარმატებას მიაღწევს. თუმცა ეს ინიციაციას ამისას ახდენს ამ შემთხვევაში ისრაელი. კარგი, შოთა, მადლობა. დღევანდელი ჩვენი მიმოხილვაც უნდა დავასრულოთ. კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს, რომ საქართველოს რადიოს ეთერში ისმენ და 42 პარალელის საერთაშორისო მიმოხილვას და ასევე გვიყურებენ. გამოიწერეთ ჩვენი არხები YouTube-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე, Spotify-ზე, ჩამოტვირთეთ პირველი არხის საქართველოს რადიოს აპლიკაცია და მოусმინეთ საქართველოს რადიოს თქვენს მოწყობილობებში. კარგად გრძანდებოდეთ, გემშვიდობებით, შოთა, მადლობა. აბა, მომავალ შეხვედრამდე.